ვფიქრობ გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველოს ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. ჩვენ ნახეთ, რაც არ უნდა, როგორც თქვენ, რაც არ უნდა ჭირი მალო, ჭირი მაინც თავს არ დამალავს და არ დამალა ამ ჭირმა თავიც და ნახეთ ჩვენ გუშინ ნაცმოძრაობის აქცია, მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მაღალჩინოსების გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ესეც ნიშანობლივია, რომ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც საზოგადოება ზეიმობს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს, რადიკალური ოპოზიცია დაკავებული არის კვლავ ვასალური ქცევით იმისთვის, რომ უცხოელების დავალებების შეასრულოს. სადაც ჩვენ ხშირად საუბრობდით ხოლმე, ბოლო პერიოდში თავადაც საჯაროდ არაერთხელ წამოწდათ, რომ ამგვარ ღონისძიებას აორგანიზებენ იმისთვის, რომ სხვებს დაანახონ და დაათვლევინონ თავები, როგორც თვითონ თქვეს, იმისთვის, რომ მათი მფარველობა კიდე გაგრძელდეს. ჩვენ გვახსოვს რა დაატრიალეს მაშინ რუსთაველის გამზირზე, გვახსოვს გარდაცვლებით, გვახსოვს გზაზე ხელბორკილ დადებული და ხელები გაკოჭილი დაყრილი ადამიანები, გვახსოვს ყველას ეს კადრები და გვახსოვს კიდე ერთი რამ, გვახსოვს დასავლეთის დუმილი ამასთან დაკავშირებით 2000-ზე მეტი ტრანზაქცია გააჩერა საქართველოს, რომელიც ზოგიერთი ევროპიდან მოდიოდა, ტვირთის გადაზიდვები და ასე შემდეგ, სადაც ჩართული იყვნენ სანქცირებული კომპანია, ან სანქცირებული ტვირთი, ან სანქცირებული მიმღები და საქართველოს აღმოჩნდა ბოლო ბარიერი, რომელმაც ევროპიდან გამოპარული ეს ტვირთები გააჩერა 2000-ზე მეტი ასეთი ტრანზაქცია შეჩერებული. ეს პირიქით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სიტყვას, რომ საქართველოს არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა. ჩვენი სურვილი არის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატების ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. სამწუხაროდ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ ცამხრივად და უსამართლოდ გააუქმა, იმისთვის, რომ მაშინ ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის და საბედნიეროდ ამან ზიანი ვერ მიაყენა ჩვენ ქვეყანას, ის სტრატეგიული პარტნიორობა შეგახსენებთ ყველას, ეს იყო რაღაც დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის 2009 წელს, 2008 წლის მარცხის შემდეგ და ამითი მას ასე ვთქვათ გარკვეული დამამშვიდებელი პრიზივით მისცეს, რომ ქართულ ხალხს იმავე მომენტში არ გამოეყვანა დიქტატორი სააკაშვილი თავის კაბინეტიდან. გიორგი კანდელაკი, საქართველოს მოღალატე ნომერი 1, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში საკუთარი ცილისწამებლური ნარატივებით საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც მიდის სხვა ქვეყანაში, ჯდება უცხო ელებთან იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას ჩირქი მოსცხოს. აი ხო გვაინტერესებდა, რომ როდესაც სწავლობთ, ან კითხულობთ, ან გავიხსენებთ ხოლმე აი დამოუკიდებლობის დღეებზე იმედ გუშინ და სერგო ორჯონიკიძეზე, როცა საუბრობთ ხოლმე, რა ადამიანი იყო, რატო ჩაიდინა ისაც ჩაიდინა და საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარს შემოუძღვა და ისე დააკარგინა დამოუკიდებლობა. შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით რასთან გვაქვს საქმე, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე.